განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 11 წლიანი სწავლება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ სრულფასოვანი ზოგადი განათლება მივცეთ ახალგაზრდებს. ამავდროულად ჩვენ ნებაყოფლობით კომპონენტს დავტოვებთ, რომლითაც ყოველი წლის მარტში გავხსნით სარეგისტრაციო ბადეს, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეიძლება დარეგისტრირდეს, თუ მას ექნება სურვილი, რომ მე-12 კლასშიც ისწავლოს და შესაბამისად მე-12 კლასი მათთვის სპეციალურად გაიხსნება შემდეგ სასწავლო წელს და ამით მათ ინტერესებსაც დავაკმაყოფილებთ. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მე-11 კლასი, დამამთავრებელი კლასი გავხადოთ პროფილური. ამ ასახავს იმ მიზანს, რაც უკავშირდება პირველ რიგში, რომ მოსწავლეები დავაბრუნოთ სკოლაში, სკოლის პრესტიჟი და ავტორიტეტი გავზარდოთ და ოჯახებს მოვაშოროთ ის წნეხი, რაც ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული მოსწავლეების მომზადების კუთხით უმაღლესის ეროვნული გამოცდების კომპონენტთან მიმართებაში. ჩვენ შემოგვაქვს მე-11 კლასში ეგრეთ წოდებული რეპეტიტორიუმი, როდესაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ისწავლონ მხოლოდ იმ საგნებში, რაც უნდა ჩააბარონ ეროვნულ გამოცდებზე და ეს იქნება ინტენსიური ერთწლიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ მოსწავლეს, რომ მაქსიმალურად ჩაერთოს და მათ აღარ უნდა დასჭირდეთ დამატებით სკოლის გარეთ სასწავლო პროცესებში ჩართვა, იმიტომ რომ მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული იქნება სწორედ იმ საგნებზე და იმ მასალაზე, რომელიც ეროვნული გამოცდების პროგრამასთან იქნება ყველაზე ახლოს დაკავშირებული. შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით დაწყებით ეტაპზე სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები. ამასთანავე ჩვენ რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებული არის 60,000 ქულიდან უფრო ნაკლებით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს ფორმებთან დაკავშირებით. სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას დაწეროს სახელმძღვანელოები და ეს სახელმძღვანელოები დაინერგოს შემდეგი სტანდარტით. ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში ერთი და იმავე დისციპლინაში. აღარ იქნება სხვადასხვა სახელმძღვანელოები 2026 წლიდან დაწყებული 2027 წლის ბოლომდე ყველა საგანმანათლებლო სკოლას, საჯარო სკოლას ჩვენ მივაწვდით შესაბამის აღჭურვილობას იმისთვის, რომ ფიზიკის, მათემატიკის და ქიმიის სასწავლო პროცესები სრულიად გამართულად და შესაბამისი კომპონენტების გამოყენებით წარიმართოს. ასევე ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ სასწავლო გარემოზე ორიენტაციისთვის და სრული ჩართულობისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ სასკოლო პროცესში აუგზავნოთ მობილური ტელეფონების გამოყენება. ინკლუზიურობის კუთხით ჩვენ, როგორც გითხარით, ყავს სპეცმასწავლებლები, რომლებიც მართლაც ფასდაუდებელ შრომით ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ძალიან დიდი მხარდამჭერი და დასაყრდენი ძალა, თუმცა როგორც გითხარით, არც რაოდენობრივი კომპონენტია მისაღების და საკმარისი და მეტი საჭიროებები ჩანს. ამიტომ ჩვენი მიზანი არის, რომ ყველა პედაგოგი გადავამზადოთ ისე, რომ მათ ჰქონდეთ სრული ცოდნა იმისა, თუ რა არის ინკლუზიური განათლება, როგორ უნდა დაუჭირონ მხარი ბავშვს და განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთოთ დაბალი კლასის პედაგოგებზე, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, რომ ადრეულ პერიოდში გამოავლინონ ეს საჭიროებები.